იმას მომიტან. სალამით. მე ეს აღარ გამოვიცვალე. ისეთ მილად მეცვა რომ აღარ გამოვიცვალეს. დავიტოვე. უბრალოდ თუ ისე ვიზავრო ხვალ ეს სამსახურში ეს ჩავიცვა, კაი გოგო ვიქნები და არ დავთხოვდი. გაზიანება ჩანს. ვაი დედა. მოვედი სახლში. ეხა 5 საკლიათი, მაგრამ კაი ხრის წინ მოვედი. ეხა ცოტა მიყუჩებული ვიყავი. იმოდენან არეკი იყო. ხო და მე ნენელა მივწერ და დაბრეკავს ხვებსაც. ბევრი პირაჩიც მწერდით რომ რა ხმენო. იქიდან რომ გამომერო და მეყიდა თევზი. მაგრამ სამგორიდა რო ამოვედი. სამგორს მეტროდში რო ამოვედი. ისეთ ციოდა. დავინახე მარშრუტკა იყო მოსული და თან იყო ცარიელი. და ანუ ვიფიქრე რომ სანამ მაივსება მეთქი ხა წავალ და გემრიელად დავჯდები და აღარ შევედი ბაზარში და ჩავჯექი მარშრუტკაში ეგრევე. ანუ რომელი მარშრუტკიცაც ვიმგზავრე, იმ მარშრუტკით წამოველი უკან. ხო და აქეთ ხარეს ვიჯექი რა, მარცხენა მხარეს ვიჯექი, რომ წავედი მარტყოფიდან და შემცივდა. რაღაცნაირად თითქოს უბერავდაო თუ რაღაცა რა და ავდექი ხა და მარჯვენა მხარეს დავჯექი. ისე ჩავთვი, ისე გემრიელად. ანუ წინ ვიჯექი წინათ და ხა რო იღება კარები რაღაცა, ნუ ყველა ვარიანტი ცივა. და დაველი უკან მარჯვენა მხარეს და ისე თვილად წამოვედი. მერე რაღაცა ძილი მომერიასავით რა და ის ხომ ეკეთა ესეთი თვილი რაღაც და ეს ავწიე კარგად მივეყუდეს კამს და აი კარგ გემრიელად ჩამეძინა მარშრუტკაში. ბევრი ხალხი არ იყო და უცბად მესმის ამხელ ესეთი ხმა და ამდეცა დაგეძინა ამდენი ხანი აქ ძინაო და აი იცი როგორი გამოვფხიზლდი რომ აი მეგონა რომ ვიღაცა დამადგა თავზე თქო და კინაღამ არ წამოხტი რომ არა მძინავი თვალს მოვატყუებდნავე თქო და მე ვიხდი რომ უკან ვიღაცა ანუ ქალბატონი იჯდა და სავარაუდოდ თავის შვილიშვილს ელაპარაკებოდა რა. ხო და ვაიმე გამეცინა კი აი გეფიცები რაღაცა წამიერად წამოხტობას ვაპირებდი და დაძახებას რო არ არამძინავდეთ. ეხა დილას მე ხო ვთქვი რომ უნდა წავიდე მეთქი. ჯერ აქ ჩვენთან ამბულატორიაში მოვეხსნა მეთქი. ანუ საბუთი რა არ ვიცი რა აღარ მახსოვდა ესენი რომ აქ ვიყავი ყოველ შემთხვევაში გავაფრთხილე ექიმი რომ ესე ვაპირებ მეთქი და ჩვენი ავადმყოფო გადაიტანეს ცენტრალურ ან მარტყოფის ცენტრში რა ესე ვთქვა. სადაც ადრე იყო ძველი გამგეობის შენობა ის გაარემონტეს და ძალიან ავადმყოფო ადრე ყავდით თქვენ გადავიღე კიდეც ვიდეო. მოკლედ ძალიან სისუფთავე, სიკარგე, სიყოლაფრე, კარგად არის რა, ნუ ახალ გარემონტებულებში არიან ექიმები. ოჯახის ექიმი. ხო და მან უნდა მივსულიყავ. გავედი დავადე თავი და წავედი. ხო და აქ ჩემს მეზობლად იყვნენ მანამდე ანუ ავადმყოფოს უბანი ჰქვია ამას რა, სადაც ძველი ავადმყოფო იყო და ხანდახან არიან ხოლმე ლაბორანტები და ისინი არიან აქეთ რა და შუქი როენ თო. სულ შემთხვევით კიდე კაი გავიხედე სულ შემთხვევით და აღარ გავაგრძელე ქვემოთ გზა, ფეხით მივდიოდი, შევედი მანდ რომ მეთქი ესე გადასვლას ვაპირებ, მეთქი საბუთები ჭირდება, მეთქი რა იქ ფეხი უნდა გადავიღო თქო რაღაცა. შესაბამის თანხებთან ხო ეხლა ის რავი რა დამჭირდება ჯერ კაცმა არ ვიცი. ხო და არაო არ არისო საჭი, მეთქი უნდა მივიდე თქო ავადმყოფოში, ის ოჯახის ექიმი გავაფრთხილო თქო რომ რაღაცა და საბუთი რამე უნდა წარვადგინო, რავი აქედან არაო ამ ქალბატონმა მითხრა. ანუ საერთოდ არ არისო საჭირო, უბრალოდ ადამიანობის გამო უბრალოდ მიწერეო რომ რაღაცა დაგჭირდა და წახვედიო. მეთქი კი კაცო რა. კი ბატონო. ხო და მაინც პირადობა გამომართვა, ანუ არ არის აქედან იმას გიზავ ამოგწერო თუ მოკლედ რა. ამან და ჰოი საოცრებაო.
2018 წლიდან არსად არა ვარ მე. ანუ ოჯახის ექიმი რომ მყავდეს არ მყავ თურმე. ესე იგი რამდენად ჯანმრთელი ხარივით ჯანმრთელი ვარ? 2018 წლის შემდეგ 7 წელი გავიდა. ხო? სრულდება. არ დამჭირვებია ექიმი. ეხლა მთელი 7 წელს ეხლა დავებარ. ხო და აი მეორე ხახვი რა თმინდა, სუქს ვაკეთებ თუ ხახვის ჩაქაფულს, რა არის? სულ შემთხვევით ავიღებთ. ხო და მეთქი რატო რა ხდება, ანუ თავისთვის ვინ ამომაგდებდა. და მე რაღაცნაირად აღარ ის მიქენი გამიხარდა კი რა რომ მეთქი მერიდებოდა რომ აი აქედან უნდა წავიდე და რაღაცა და არა რაღაცა გადაწერა გადმოწერები მოხდაო მაგ წელსო. ხო და რო დაგჭირვებოდა ჩაულებრივ ჩაგწერდნენ და ეტყობა შენც რო აღარ მოაკითხეო და რაღაცაო მეთქი რავი აზრთაც არ მომსულოდა არც დამჭირვებია თქო და ხო და აი მაგიტო უბრალოდ თორე რომ მოსულიყავი ჩაულებრივ არ გადგენდნენო და მაშინ რომ თლათ არაფერია რა საჭიროება შეინციო ღმერთმა ხელი მოგივართო სადაც არ უნდა წახვიდე და სადაც გინდა იქ წადი. ასე გამოვედი მთელი 15 წუთი იყო წასა მარშრუტკამდე და ისევ შემოტრიალდი სახლში. ეგრე ჩაცმდა ხურული, შევაერთე ტელეფონი და სანამ სახლიდან გაველი მანამდე აიტვირთა ის წინა ვიდეო. ხო და გავედი მერე ჩავჯექი მარშრუტკაში და გავემგზავრე. ძალიან ციო და აი ძალიან. მივედი სადღაცას რომ მიდიხარ და გზაში რეპეტიცია გაგივლიათ, აი მაგალითად ახლა მივალე ხარ რეგისტრატურაში და უნდა უთხრა რაღაცა აქ უნდა ჩავეწერო ან რა ვიცი რა ხო ხვდებით როგორც არის და ჯერ ის ახლა ბავშვებიც რომ ყავს დარეგისტრირებული მყავს ლილოს დასახლების მისამართით, ამ ჩემ დედამთილი მამამთილის მისამართით რა, იმიტომ რომ ახლა სოფელში მცხოვრები იქ ვერ დარეგისტრირდები. ხო და ანუ საცხოვრებელი ადგილი უნდა თბილისი იყოს. და ხა მე რა ვიცი, არ ვიცი ეს მისამართი. ხო და ლაშას დაურეკე რომ მეთქი მისამართი. დამარეკის მქენი მეთქი რომ იქ რომ მეტყვიან მისამართს ვუთხრა რა. ხო და მისამართი ჩამაწერინა და ანუ გზადაგზა მივდივარ და ამ მისამართს ვსწავლობ. მისამართს ვსწავლობ რომ რეგისტრატურაში უთხრა რომ ამათ ამ მისამართზე ვცხოვრობ. ხო და მივედი. ჩემ და გასაკვირვად, რა ვიცი, ეგრევე აინთო ჩემი ნომერი 357 ვიყო. ამ გოგონმა დამარეგისტრირა. ოჯახის ექიმსო ვის აირჩეო რა. მე კი არ ვიცი. ანუ მე არ ვიცნობ, ეხლა ინტერნეტში კი მოვიძიე ვინ იყვნენ. მაგრამ არ ვიცი. ერთი პიკი ვიფიქრე რომ ლაშას დაურეკავ მეთქი და ლაშაც მანდარი აღარ იცხვას და ვისიც ლაშა მეთქი, კი არა და პირიქით ლაშასი ვინც არის თქო ექიმი, იმასთან იმას ვიზავ თქო და რა მოთხარი რა, აღარ დაურეკე ლაშას, რა ვინმესთან მეთქი რა თქვენ უფრო იცით რაღაც. ვისთანაც ჩამწერ. ხო და ანუ ჩემი ექიმი არის ქალბატონი. ნენელა ვისწავლის სახელი და გვარებს დაიცადე ხა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი. ერთი კაცი იყო შესული, მეორე ვიყავი მე. მივედი ვიჭორავ ვისაუბრეთ. აქეთური, იქითური რაღაცა და მოკლედ ჩემი ამბები რო უთხარი, ჯერჯერობით სხვა არაფერი, გავიკეთე სისხლის ანალიზი. ხო და საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, ჯერ ფიქრობდი აფერი ავიკიდო მეთქი აქა. ვირუსიანები რაღაცა და მოკლედ სისხლის ანალიზი გავიკეთე, რავი თვითონ სახელები არ ვიცი, სისხლის ანალიზი გავიკეთე. პასუხები როცა იქნება, დანარჩენს გავაგრძელებთ მერე. ანუ რავი რას მეტყვიან ხერხემალი, ფეხი, დოპლერი, მოპლერი, არ ვიცი. ხო, ერთი ის რომ კაი საქმე მოვიცილე რა, ანუ კაი საქმე დავიწყე. და ასე წამოვედი გზადაგზა. პაპა. გაჩვენ. ხო და
მეც გილოცა მიულოცა სხვებსაც. ბიძინა, ჩემავდი. ეს რატო ამომეშდი რასაც დავიმაგრე მის მერე თმა არ მომიხსნი. გილოცა. კი. მამა უკან არის და იონე გასულია სადღაც. მასწავლებელთან. ხო, სახში სხვა ვიყი. მიულოცა. მეტი კარგად მომიკითხე სხვებით. ვირუსები კიდე აქვთ? შო. დღეს უნდა ჩავწავსულიყავით ლილოში. ბარბარეს შილაკაზე ჩემბიძაშვილთან და ჩვენებთანაც რა და ანუ რავი ვირუსების გამო თავი შევიკავეთ ისევ აქ ჩაიწერე? მივწერეთ არ მწერს რა ვიცი მგონი დავრჩები ეგე. აი ფაქტიურად დავიგებთ. TBC ბანკში ხო უნდა მივსულიყავი ხალხნო. აი ისე როგორც მე გავახსე და რა ვიცი რა. აი ეგე დავიწყებოდეთ ყველა ცუდს. ისე გამოუქროლე TBC ბანკს საერთოდ ვერ დავინახე იქ რო იყო. სავარაუდოდ მეორე მე ვფიქრობ რომ მეორე 4 შაბათს წავალ კიდე ალბათ. აი როგორც შაბათი კვირა არავინ დამიბარებს, ორშაბათი სამშაბათი მომუშაობ და 4 შაბათს ვფიქრობ რომ ეგრე იქნება რა. ძალიან ცივა უკვე აშკარად ყინვა წამოვიდა. ისა ტელეფონზე რა წერია რამდენია ყინვა. დაბლოკერა გახსენდა ეს საათის გვერდზე უნდა იყოს. რა? ჩემთან რა წერია? ლიუს 4 გრადუსი. ლიუს 4 გრადუსი. სამ საათზე მოველი ზუსტად სახა. 3-ზე მოველი ხო, იმიტომ რომ მე დალაშა ერთად შემოვეც, სკოლი დალაშა მოვიდა და მე იქედან. დღეს 4 ლობიანი მქონდა შეკვეთილი. ხო და 2 იყო მზად ლაშამ წამოიყოლა და 2 თვით უფროს მოაქ. ეხლა მოიტანს. ერთი საათა. რა ერთი? ნინო 4 იცი, 4-ში რამდენი ორია? 2 მოიტანა და 2 კიდე მოაქ მეთქი და არავი შენთან 2-ს მიუმატოთ 2, 3-ია? არა, ანუ მეორე სადაა თქო. შენ რომ მოხელი ჩვენ არ გვინდოდა ჭამა? ხო ერთი ექიბა წლება გავისინჯა და ცხენსაც კი შეშვებოდა ისეთი წლება მქონდა ხახნო 140 მქონდა 90-ზე. ვისა. როგორ წლება გაქვო? ანუ აქეთ ხელზე გავისინჯეს ჯერ და რა მე ვთხარი. აქეთ რო გავისინჯეს ეგია ჩვენ რა და ხა მაგ ხელა არ მაქვს თქო მე რა, მაგრამ 120 მაქვს. ყოველთვის. ნორმალური წნევა რო გამისინჯია, რავი, ჯერ როდის ისინჯავ ხოლმე და არ მევთხარ. ხო არ ვეტყოდი ლაშას აქ დაღლილი ეს წევის აპარატი და ვეღარ ვაკეთებ. ისე სხვა შევსამეხანი არა უშვუტუნები. ხო და ლაშას გავასინჯინე, მოკლედ მითხრა რა რომ სახში რომ მიხვალო გაისინჯეო და ჩამიგდე მერეო და აუ არ ჩამიგდიან და ჩო. მე აქეთ ხელზე გამისინჯა და აქეთაც ეგე მქონდა. რავიო ის ანუ ექიმებზეო ისაო ანალიზეო რაბეზე ხვარდერიულო და არა ვეუთხარი არც ექიმზე მაგ ქართულება არც ანალიზზე საიდანაც გინდა ამიღეთ. ნუ ფსიქოლოგიური მომენტიაო რა იქით როცა და რავი სახში რომ მოველი მე და გავისინჯი 120 მქონდა 80-ზე. ანუ მსხვილად ვთლი ხალხმა, მაგრამ დაზიანებულია. სანამ ვინმე დამიწერს რა. ვინ ხომ მოვიდა? აი რას უყურე? ვისა? ფოთოლს? მოვედი ახლა ჩაი დავლიე კაი ცხელი ეს ლობიანიც მივირთვით და მაგრად კი მეზარება, მაგრამ საჭველი არა გვაქვს.
ბარბარეს დაულაგებია, ამიტომ აღარ შევწუხდები მაგაზე. ეხლა დავდგავ სუპივით დავდგავ რამეს რა. ბორში მინდოდა გამიკეთებინა, მაგრამ სტაფილო არ არის. კაია, თან გამიხარდა სტაფილო რო არ იყო, იმიტომ რომ თან ამას ხო რაღაცა პერიოდების უნდა. თან მინდევრობა რა არის მერე და როგორ. ჯერ ხახვი, მერე ტობატი, მერე ის, მერე ეს და როდის გავიდოდი ბოლოს შევდები ხა ჩაყარე და ანებე თავი ეგარი. ბოლოს მწვანილი და всё. ეხა თარო ჩავალ დაულიქათ მე შეყარი როს ცივეში გარეთ არიან. გუშინ სამსახურიდან რომ მოვედი, ესე იგი ერთი იყო ასული იმაზე. ალუბლის ხეზე ზემოთ კენწეროში. ერთი იყო იმაზე მუაჯირზე. ერთის წივილი მესმოდა ბაკის ქვემოდან, ანუ ის კრუხისები რა ვიცი ცალ-ცალკე რატო ისონა მეთქი რა აწივლებს და შევიხედი, შევანათე და ბანცალა მოათრევდა კუდით. წიწილას მოათრევდა კუდით. ხო და დიდი ტაშტი ავიღე ერთი ცალი, რანუ სათითო პატარებისაც შევიყვანო მე ტაშში ჩავაგროვე წიწილები და ისე შევიყვანე იქ საქათმეში. როიტო იკითხა დირეჩუნაი. ხო ლაშა დილით გაოცებული ყოლები ტაშტი სუსკლინტიანია და რა ბხო მშვიდობაა. მე ხარ ქათმებს ვაგროვებდი მეთქი წუხე. ეგრე ხო და ეხა სანამ ისე ალაგ-ალაგ უკვე ბინდდება, ალაგ-ალაგ დასხდებიან. წავალ მე და შევყრი სუპელას. დავდგავ კერტს. ძალიან მინდოდა თამუნა მუსერიძის დოკუმენტური ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ არ არის ჯერ საიტებზე, ქართულ საიტებზე, არის იმ უცხოურ საიტზე, ვინც გადაიღო, მაგრამ არის ფასიანი, ჯერ ვერ უყურებთ. უბრალოდ მოკლავი ვწდობა არა გოგჯერ. ხანამდვილად ხა მართლა უი და აირიქა როგორ ძალიან მინდა, მაგრამ არც ისე ძალიან ეხა რომ ავდგე და ფული გადავიხადო მაგის ყურებაში გამოვა რა, როცა იქნება გამოვა. ხო, აუ ის მომეწონა არა. წეგან TikTok-ს ბავშვთკაში რომ იმაშვებოდი ვათვალიერებდი. ერთ-ერთი რა ქვია, ფილმის ის მონაკვეთი შემხვდა. და ვფიქრობ რომ არის ახალი ფილმი. რამდენად არის ჯერ ხალხო ძილია მყვა. რამდენად არის ჯერ კინოთეატრებში არ ვიცი. ან საერთოდ რამდენად ახალია. იცი ვინ გამოდის? დიდი კაცი როა მელოტი. ძიძაშიც გამოდის. ეს რეები არის, რო გამოდის ეს რეკლამები და რაღაცეები რა და რო არ ითიშება. აუ რა ქვია. დოული ჯონსიო თუ როგორ იმაშვება. დეივი? არა. აი მე მას რა ქვია იმ კაცს, აი მოიცადე ძიძაშიც მონაწილეობს. ძიძა ქართულად. სურათები ნახოთ. აი ეს აი. არა, ეს არ არის. ეს ხო არის. მიამერია. ძიძაში ის მონაწილეობს, აი ეს ფორსვარში როა მთავარ როლში ეს არა. ამასთან ერთად გამოდის ეს კაცი და მოვიწყდა. მოკლედ. ძალიან მომეწონა სასაცილო კომედია იქნება, ძალიან ფანტაზიები და რაღაცეები, მაგრამ ეს ამ კაცის მონაწილეობა მოყვარს და რომ გამოვალ რაღა და გამოვა. წავიყვარ ბავშვებს და წავალ. თუ ახალია, მაგრამ ასავარაუდოდ ახალი, იმიტომ რომ მაგის ფილმები ნაყურებელი მაქვს და არასოდეს ეგ არ მინახია. მაგა სერიოზული როლებიც უხდება და ესეც ანცარობებიც. ხო, სამგორში რომ მოვედი, ხალხნო, აი უბრალოდ იმდენად აი გამოთაყვანებულ, გამოფიტულ, ემოციოთ გამოვიარე სამგორის მეტრო, რომ
აი უყურებდი და ფიქრობდი რომ მანან მიდი ახლა ის ხო განაახლეს სამგორის ესა რა ანუ მოედანი კარგად არის რა თუდი არა მართლა კარგი დანგრეული და გიფსოკარდონებით აკრული რაღაცა და გადატიხრულები ხო არა ლამაზად არის ვაფთიაქები იქ რაღაცა სავაჭროი მოკლე ხო და ანუ ნაძვის ხე იდგას მორთული უკვე და გარშემო სათამაშოებს და რაღაცებს ალაგებდნენ და იცით რა ლამაზი იყო აი ძალიან ლამაზი და როგორ გამოვიარე იცი ესე მიხედე მოვდივარ და ჩემ თავს უყურებ მიდი მანან ამოიღე ტელეფონი და ვლოგში ჩააგდე მე რომ ანახე ხალხს რომ როგორ ლამაზად გამოიყურება სამგორი და მეორე მე ემუთხრა ნეტა შენ მიდი აგი დროზე ბარშუტკარი და ადედაჯე თბილად არ გადავიღე ხო და ესე წამოველი გამოპრუტუნებული მაგრამ ეწარება ყველაფერი ეს დრო არ არის ხალხო ჩემი ზამთარი არ მიყვარს იმიტომ რომ და ავდგე ჩავიცვა ხალათი შევიფუთო ჩავიდე სიკუხნაში დავდგა საჭველი მე იქიდან გამოვიდე ქათმები შევყარო მე ისევ ამოვიდე მე ჩავიდე მე ამოვიდე მე ეს საჭველი დაბალზე რო დავდგა და 1 საათი დავიძინო არა სანამ ის სარეცხიც მორჩება შეყრიბა თეთრეული შევყრე გილოცავთ ვიმატეთ იმას რა ქვია საუთოებას ხო ამწონეს ხალხო ამწონეს სუსირცხვილი თავკვდებოდი რომ ამწონეს მაგრამ ძალიან გაგეკვდება და 71 ვიყავ საერთოდ აღარ შემწხვენია ვიფიქრე ხლა ჰკრავს 75 თუ აჯვერე თან ხა ის ჩექმები მეცვა ნუ ეხა ეს მეცვა მარტო და იუბკა მეცვა და კალგუტკა მეცვა რა ვიცი ის მძიმე არაფერი ჰაჰა გაწი გამოწი 1 კილო მოიხსნათ რა და მაგი თუ იყავი 72 და რაღაცა და ნუ 71 ჩაწერა ხო სიმაღლე არ ვიცი მეთქი რამდენია გამზომეს და 1.67 ხარ 68 გობსრდი მე 1.38 ვინ გაგზო წინაზე ლილუში გავიშალე ეგ დამიანეს ჩამოქაჩული მეტრიანი იყო შვილო 1 სანტიმეტრი ამხელა იყო წავედი ხალხო გავწვენ თქვენთან ერთად ეხა ჩავიცვევ ჩემს სავიზიტო ბარათს აი აქ ამაკ და წავალ უცბად გავრეცხა უცბად შევყდი და უცბად ამოვალ თუ და ხან წავკვდები და წავიცინებ აბა ჰე დროებით